ჩვენი რესპონდენტი მინდია ციკლაური. ვინ ხარ, რა ხარ, რა ის მამიშვილობისა? არ როშკიონი დავიბადე აქ. გავიზარდე როშკაში რაღაც გამონაკლისი წლების გარდა თბილისში ვიყავი, იქ ყიზლარში ვიყავი რამდენიმე წელი, იმის მერე ცხოვრობ სულ აქ მუდმივად. ეს რა ადგილია? ეს არის როშკა. უпроსტორად დღეს ჩვენ ვიყოფებით გარბან. ეხლა როშკა არის ძველი ნასოფლარი. სად არის ეგ? აგე იქ. ცოტა მოშორებით. ქვემოთ. ქვემოთ. ეგ იყო ძველი ნასოფლარი როშკა ყოფილა. როგორც წყაროებში მე შემხვედრია, არის 24 ნასა მცხოვრები უცხოვრია, 24 მოსახლეს. მერე იმისთვის რომ აი ზევით სათიბები, საძოვარი შორს იყო ძალიან არხოტის მთისა და ჯუთის საძელის გადასავლისკენ, ეს ხალხმა ნელ-ნელა დაიწყო ამოსახლება, აი არჩევდა ადგილებს საზავო-სადაც. და წამოხვა იმ როშკიდან, წამოვიდა და ბოლოს აი ეს ადგილი აი ქვაკლდეა მეტი არაფერი, აქაც მოდის ზვავი, შეარჩიეს ეს ადგილი და იმის გულისთვის რომ აი იქ საქონელი საძოვარზე ადვილად მieყვანა და თივა ადვილად მოეტანა. ხო, სამუშაო ახლოს. და აი იმიტომ რომ იმ იქიდან ასახლდეს, ამას დაარქვეს გარეუბანი რა, გარბანი და ეს ძირითადად ეხლა დაიწყო აი 50-იან წლებში გადასახლებამდე ეს იყო გარბანი, ის იყო როშკა. კიდე ცხოვრობდა იქ 1-2 კვამლი. მერე უკვე რო ეს აქ ხალხი აღარ ცხოვრობდა უკვე აი ჩვენ სკოლის პერიოდში და რაღაცაში. აი მერე ის სოფელი რო აღარ იყო, მერე როშკა და დარჩა როშკა. თორე ეს აი ხარხულ ლექსებში და იმაში აქ ბევრი იყო ისეთი რომ ერთმანეთს ალექსებდეს და ყველგან არის მოხსენილი როგორც გარბანი. ამჟამად ეგრეა, მაგრამ ამჟამად როგორც როშკა ეგრე იწოდება. როშკა და გარბანი ერთი გვარის ხალხია? კი, ერთი გვარისა აქ მამიშვილობებია სხვადასხვა როგორც ყველგან. და ძირითადად მთავარი საერთო გვარი? საერთო გვარი ეს არის ციკლაური, აი ეს საიდან ეხლა ეგ აი დაუშვათ სხვა სოფლებიც არის ეგეთი მდგომარეობაში, ხო? აი მაგალითად ამღაში სხვადასხვა მამიშვილობისა საერთო გვარია ციკლაური. აი როშკასაც ეხლა ეგრეა. მამიშვილობებია, მაგრამ ეს გვარი როდიდან ან სადმე რამე არავინ სხვა გვარით მოხსენიებული არ არის. და ციკლაური რომელი საუკუნიდან და ეს ეხლა მე ისტორიულად ეს ვერ ვიცი. ანუ ორი სოფელია ციკლაურების ხევსურეთში საერთოდ რა? ამღა და ხო, ეგ ორი სოფელია, სადაც მარტო ციკლაურები ცხოვრობენ. დიახ. მაინც ეხლა უმრავლესობა ხევსურეთში ერთი გვარის სოფლებია რა, აი გამონაკლისი არის რამდენიმე სოფელი, აი მაგალითად არის ახიელია გამონაკლისი და რამდენიმე გვარია, ხო. და ჭიმღა არის გამონაკლისი. ეგ ორი ვიცი, მე რო არის გამონაკლისი. ჭიმღა გაბურებს ცხოვრობდეს და თეთრაულები და გიგაურები. თეთრაულები, ხო. გიგაურები. აქ რამდენი მამიშვილობა იყო? მამიშვილობა აქ არის რა, მამიშვილობა ეხლა ისე ზეპირად არ ვიცი რამდენია, მაგრამ ისე სათითაოდ შემიძლია ჩამოთვლა რა, სათითაოდ, ხო. აი მაგალითად მე ჩვენ ვეკუთვნით კიბალაურთ მამიშვილობას და დიდი ისაც არის როგორ თქვათ მამიშვილობა რა და ეს კიბალაურნი ცალცალკე კიდე პატარ-პატარა აშტოდ იყოფიან აი მაგალითად ჩვენ აი ივანეიცი შენ ჯურხათ ეგ 4 მამბიძები ყავდა ბიძაშვილები ამათ გულვათ გვეძახან რომ გულვან ვიყვენით გულუფრებია რაღაცნაირად ცოტა ისეთი რა მოუხელთებელი ხალხი და დაარქვეს მეორე კიდევ არიან ისევ კიბალაურთაში კიტოხელანი არიან მამიშვილობა არიან ხადულანი კიდევ აი მამუკათ ივანე ხადულათა იყო მაგალითად პოეტი ო კიწვაურანი არიან კიდე კიწვაურანიც არიან კოპალანი კიდე რომ
აი ჩვენ მამიშვილობაში შედის ეს ყველა რა და ყველა ეკუთვნის კიბალაურთ მამიშვილობას აი რაღაცა ბევრი არ ქონია ჩვენ მამიშვილობას მაგრამ თაზმე თავსისხლი და თუ ის ყველას თხოვდა ერთნაირად ყველაფერს საძმო არ ქონდათ გაყრილი არა საძმო დღევანდელ მონაცემებით ხო არ არის ისტორიულად ამღიონთანაც არა აქვს კიბალაურთ ბერდიშვილთან გაყრილი აჰა ის კი არა ძმობა ო ისევ არის ის კი არა აი ახლა გაჯალანი არიან როგორც მე ვიცი ბერდიშვილთ გაყრილები და აი მაგალითად როშკიონ კიბალაურებს არც იმ გაჯალათან არ აქვს გაყრილი ეს ისტორიულად არ მომხდარა რა ისევ საძმოა საძმოს გაყრის შემთხვევაში როგორ ხდებოდა წესით საძმო როცა გაყრილიყო ერთთვის მამკლავს არ მისდევდა არა აღარ არის პატივი აღარა და არაფერი ძმობა აღარ იყო არაფერი არ იყო არაფერი აი ახლა ჩვენ მამიშვილობაზე ვთქვით არიან კიდევ აქ მერე გურიანი არიან მამიშვილობა არიან გადალახულანი მამიშვილობა არიან ქირცინანი კიდე მამიშვილობა არიან თიბელანი თიბელა მეფაფია ერთი და იგივეა თიბელა მეფაფია თეზაღთეს არიან კიდე ეგ მამიშვილობა რამდენი მამიშვილობა ან რამდენი და არიან აი ფოქარნია კიდევ ფოქარნი რომელთაც ამბობდეს რომ ეს ფოქარნი არიან გურიათ განაყრები აი ეს გურიათ მამიშვილობა ცოტა დიდი იყო რა ხალხმრავლები იყვნენ და ეს ფოქანი იყვნენ მაგათი განაყრები აი არის რა ერთი ბალაკი არავის უცხოურია ჩემ ხსონას მაგრამ აი არიან ბარში რა ესე იგი ყველა ეგ მამიშვილობა რო აქ ცხოვრობდა ერთი 50 კვადრატში მე ყველა მამიშვილობა არ ცხოვრობდა ეგ როგორ სოფლის რაოდენობა იქნება დიდი ეგ დაახლოებით აი მაწეღანო გეუბნებოდი რაღაც 25-24 ფარგლებშია 24 მგონე თუ 25 აქ არის 24 გაღამი როშკაში და ფაფარენას კიდე რამდენიმე 5 თუ 6 კომლი მთლიანად ეს გადასახლებია ამდე ხო იყო 50 კომლი აბა დიდი ძლიერი სოფელი 50 კომლი იყო მთლიანად ერთმანეთს რომ მიუმატო ეს ეხლა აი მაგალითად ქმოსტი ბლო ახიელი ამღა აი გურო გიორწმინდა აი მაგ სოფლებს ვერ შეედრება ეს მაგრამ მაგათ მე ხალხმრავალი იყო აი ქმოსტში მაგალითად 60 კომლი ყოფილა ეხლა ქმოსტ 60 კომლი 60 აი როგორც მაქვს მე ახლა წიგნებია რა აი მე 19 საუკუნის დასაწყისში და იმათი ამღაში სადღაც 60-მდეა ახიელში ეგრე არის 60 და აი ეს 50-ის ფარგლებშია მოსახლეობა აი ეგრევე აი ბლო არ კიდე ბლოს აი 50-ის ფარგლებში აი სუჩამო თვლია გვარების აი ხორნაულნდოსა ზარიძე წერიან აი ის დროა რა ეგ ამათ მე გადაიკეთეს აღნიშნულია იქ რომ ერთადერთია სოფელი ხევსურეთში ხორნაულს და სადაც ზარიძეება ეწერებიან ძეზე ერთი გვარია ესე იგი ჯერ კიდე აქ ყოფნისას ეწერებოდა კი აქ ყოფნისას ზარიძეები იყვნენ ეგენი მეორეს აქ არის ეგ ისტორიულად იცის ყველამ და ყველამ როშკიონ უფროსები გვეუბნებოდნენ ეს ხორნაულები პატარა გვარი მოვიდნენ და ბლოელმა და როშკიონ დაასახლეს თავის ადგილში ადგილი მისცეს რა შამე ეყარნეს აი მერე შეეყარნეს ამას აი სამანია ჯვარში ჩაგდებული ხარქვაბით რო ეყრებოდა კი ხარქვაბით მერე ეს ხორნაულები ბლოს და როშკას რო შეეყარნეს მე ლიქოც შეეყარნეს ეს ხო ხდებოდა აი დაცვის მიზნით რა ცუანი გვარი ძლიერს კი ეგრე იყო ეგრე ქალიც არ მიხავდა ერთმანეთს ისე მაგას გვეუბნებოდეს ჩვენ ხორნაულებს და ამ როშკიონთ აი როგორც მაგალითად ქმოსტი და ახიელი იყო მაგ მდგომარეობაში კიდე ქმოსტი და ახიელი წარმოიდგინე მამამი ძმობა ჰქონდა ქმოსტი ხო ბურდულებს ცხოვრობდნენ კი ბლოს ქმოსტი ცხოვრობდეს ბურდულები მაგრამ შედის ამ წყალშექის თემში შედიოდა ეგაც ღელისვაკე ღელე საბერძე იღლიე
ქმოსტი, ხორნლოულთა. ო, წეგან თქვით მაგ საბერწეს და იღლიეს ვინ ცხოვრობდა რა აი, საბერწეს ცხოვრობდეს იგივე ბურდულები, ოღონ ერთი მამიშვილობა, ბაჩიკელანი. აჰა. ბაჩიკელანი ცხოვრობდეს მან. იღლიეს ცხოვრობდეს აი ივანეს სახლის აქეთ არის გორი, ნახევრად ტრაქტორმა დაანგრე, ახლა სასაფლაოც მანდარი. ეგ სასაფლაო, როგორი სასაფლაო, საბერწითაც, იღლიითაც. ყველა ბურდულები სადაც იყვნენ ამ წყალშიქის თებიდან ყველა მან საფლავდებოდა ღელეს რა. ო და აი მაგ ღელეს ნაცხოვრებები იქ იმიტომ შესახლებულებ რომ ძალიან ადვილი საცხოვრები იყო აი ტყიანი გორის დაბლა პირდაპირ. აქ საერთოდ ეს როშკის ტერიტორია და ო და მე მან როგორ იყო იცი ზავი თივა მოხონდა ზამთარში წამოვიდეს თივის სასატანა დაჟე მოჯამაგირეს კიდევ ჰყავდა ერთი ისაც წამოიყვანეს და მოვიდა ზავი და ეს მთელი სოფელი შუდა საიდან მოდიოდა აქ ზავი? აქაც მოდიოდა? აქაც მოდის აი იქით აგი ახლა იქ ნაპირზე რაც სახლები იქ მაგ სახლებთან მოდის აი სათავე მხარეს უფრო აქ ვერო მარა საიდან აგე თანი რომ იმას იზამს კაც თითქოს არა იმ ხელა სათავე არა არა როგორ არა კაცო მან ერთი გორი აი ეს გვეფარება ჩვენ ეს კუთხე ამ პლოშადის და აი ესეთი გორი აი ესეთი გორი იქით აბრუნებ და აქეთ აბრუნებ თუ დიდი თოვლი მოვიდა ის გორი აღარ შველის და პირდაპირ გაერთიანდება ეს ბოლოს აი როდის იყო 60-90-იან წლების დროს იყო სადღაც აი ეგ სახლები იქი ჯურხათ ივანეს სახლის მთლიანად გაასწორა ნო და აი სხვა სახლებიც რა უწივა ნაწილობრივ რა დიდი და ძლიერი სოფელი იყო თავის დროზე